იმედია საახალწლო განწყობა ჯერ ისევ გაქვთ და ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ გია დვალის, მეცნიერი გია დვალის და მალხაზ სონღულაშვილის დიალოგს. ვიდეო ეკუთვნის რადიო თავისუფლებას და რატომ? რატომ უნდა განვიხილოთ ეს, ხო? იმიტომ რომ აი ეს ახალი წლები არხზე აქტივობა არ მქონდა და ცოტა რომ გამოვაცოცხლო არხი და თან ძალიან დაჰაიპებული იყო. 24 საათი არც არის გასული, რომ უკვე 18,000 ნახვა აქვს ამ დიალოგს. და რა დაღუპავს კაცობრიობას, მეგობრებო? კაცობრიობას დაღუპავს ნორმიობა. ნორმიობა დაღუპავს და ეს არის იდეალური მაგალითი. ვუყურე სადღაც 1 საათი, რაღაცები ამოვწერე ფურცელზე, რასაც შეიძლება რომ შევეხო და ზოგადი მიმოხილვა. დავიწყოთ ასე, რომ რამე უწუხარ განათებისთვის ვერ ავანთებ, იმიტომ რომ გადათენების გამო თვალები ძალიან სენსიტიური მაქვს და განათება უბრალოდ ბოლოს მომიღებდა. ხო და დიალოგი როგორი იყო? გია დვალი აქეთ საიენტისტი, იდეალური მაგალითი აი მიმის რომ რა ადამიანი შეიძლება რაღაცა ერთში ერკვეოდეს ხოშიანად, მაგრამ მაგის იქით რომ აბსოლუტურად ინფანტილური მისავით ვარ. რუსი დეიდაქალები რო არ არიან, ლსაც რო არ ბილებ, კულტურა, ინფანტილური და ძალიან ბავშვური შეხედულებები ჰქონდეს სხვა საკითხებში. მეორე მხარეს ყავს ბაპტისტი მამაო, მწვანე კი არა და იასამნისფერ ჰიჯაბში გამოწყობილი, ლიბერალი, ასევე ევოლუციის ჯერა სწამს, რაც მართლმადიდებლობაში ყოველ შემთხვევაში იგმობა ევოლუციის რწმენა, იმიტომ რომ ის რწმენა რომ ადამი და ევამდე საერთოდ სიკვდილი არსებობდა სამყაროში, ეგ უკვე ჰერეტიკულია, შესაბამისად ევოლუცია გამოირიცხება, უნდა იყო კრეაციონისტი. ასევე ამ კაცის ეკლესიაში ქალი მღვდლებიც არიან, რაზეც პავლე მოციქული ალბათ საფლავში ტრიალებს, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ ქალებს არ მისცეთ ავტორიტეტი კაცებზე, კი არა, ქალებს და ბავშვებს არ მისცეთ ავტორიტეტი ვენზე, ქალმა სიჩუმეში და მორჩილებაში უნდა ისწავლოს, უმად იყოს, მთელი ამბები. როგორც ისიც პავლეს ძალიან უყვარდა ქალები. ან მაინც, ბაპტისტი და არ იყო რა ეს იდეალური დაპირისპირება, იმიტომ რომ იდეალურ დაპირისპირება საერთოდ არ ყოფილა. იდეალურ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მღვდელი ან თეოლოგი ან ვინმე მსგავსი, ვინც გამოშიგნავდა გია დვალის საიენტიზმს, რაც არის მარტივად რომ თქვა დებილურად, მაგრამ ვინც ამ არხის მაყურებელია იცის რაც არის, არაერთხელ განვიხილეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესიას და ღმერთს როცა ანაცვლებს სამეცნიერო მეთოდით. მარტივად რომ ვთქვათ, რომ ერთადერთი გზა სამყაროზე რამე ისეთი რომ შეიცნო აზრიანი და რამე რო არის მეცნიერება უპირველეს ყოვლისა და მოკლედ რა ლიბერალებში რა ტრენდიც არის უკვე დიდი ხანია, საიენტიზმი. მარტივად რომ გაიგოთ. უნდა გამოეშიგნა. აქეთ გია დვალს ასევე უნდა გამოეშიგნა რწმენა და მთელი ამბები ოპონენტის. მაგრამ არც ერთი არ მოხდა აქ. დიალოგი იყო მოსაწყენი, დიალოგი იყო არაფრის მომცემი, არანაირი საინტერესო აზრი მან არ გაჟღერებულა. შეხედე რა, შენ თუ ხარ 17 წლის, ან ვინმე პირველ კურსელი, ან ქრონიკული ნორმი ხო ხდებით, აი ქრონიკული ნორმი რა. მაგ შემთხვევაში შეიძლება იფიქრო, რომ რამე საინტერესო მოხდა. რამე საინტერესო ვინმე თქვა, ანუ არანაირი სიღრმეზე არავინ არ შესულა, ანეკდოტები იყო, რაღაცა იგავები. და აი ეგეთი და ზედაპირული რაღაცა სამეცნიერო ფაქტები რა, რაც ისედაც ყველა მიცით, იმიტომ რომ ჭამის დროს ხო უყურებთ რაღაცა ვიდეოს YouTube-ზე. ტოპ-10 ფაქტი სამყაროზე. და მოკლედ არაფრის სერიოზული განხილვა მან და არ იყო, არც დაპირისპირება, ხვდებით? და სამწუხაროდ საქართველოში და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის ეგეთი საზიზღარი ტრენდი, რომ აი ორი ვარიანტი არის, ან ორმა ადამიანმა ერთმანეთი უნდა დაჭამოს, ხო ხდებით? ისე რომ გალანძღოს, გინება, ეთჰომი, ყველაფერი საერთოდ რომ მოსულა, ან საერთოდ არ უნდა იყოს დაპირისპირება და საერთოდ რო არ არის დაპირისპირება, მაგას ეძახიან აი რაღაცა ცივილიზებული დიალოგი. აი ეს არის მაგალითი და კომენტარები ზუსტად ეგეთი არის. ანუ არ ვიცი ეგეთია თუ არა არ მინახავს, მაგრამ
ნუ ეჭვი მაქვს რომ ეგეთი იქნება, რომ აი ეს არის მისაბაძი დიალოგი, როცა ნული დაპირისპირება იყო, ნული აზრი იყო გაჟღერებული. მართლა ძალიან ნორმი თუ არ ხარ, ძალიან ნორმი, ხო? აი არ ვიცი აქ რა უნდა გაგეგო. ამის მიუხედავად რაღაცები მაინც ამოუწერე, რასაც შეგვიძლია რომ განვიხილოთ ალაგ-ალაგ რამე. პირველ რიგში ორივე დათრგუნულად გრძნობენ თავს. ხო ეს ორივე ადამიანი იმაზე თანხმდება რომ სამყარო რომ ამხელა არის ასეთი დიდი და ასე მარტო რომ ვართ ლურჯ წერტილზე რომ ეს ძალიან დამთრგუნველია. ნუ მოკლედ ორივეს ქრონიკულად თრგუნავს სამყაროს მასშტაბი. რაც უკვე ცუდი არის, რაც უკვე ინფანტილური არის რა, აი პირადი ფილოსოფიით და პირადი ფსიქოლოგიით თუ ავიღეთ. რო რამე არ მინდა არავის დაკნინება, არანაირი ჰეითი, დიდი პატივისცემა პირველ რიგში გიადვალს. იმისათვის როგორც ასახელა საქართველოს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ დიალოგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იუმორით, ცინიზმით უნდა ვისაუბროთ, ხო? ორივე თავს გრძნობს ქრონიკულად დათრგუნულად რა. რაც ჩემი აზრით ცუდი არის, ინფანტილური არის ეგ პირადი ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით და მაგაზე კიდე რა იყო ერთი წამით ინფანტილურობაზე, ხო? 40 წუთისკენ დაიწყეს საუბარი ომზე. ზოგადად მთელი ეს დიალოგი, ხო? ომი ორივესთვის ასევე იყო რაღაცა გაუგებარი, რაღაცა ანომალიური. რაღაცა ისეთი, რაც აი რატომ ვომობთ, აი ის გვაქვს რა წყალი მოდის ონკანიდან, რაღაცა ის ვისწავლეთ, მაკდონალდსი გვაქვს, ნაყინს ვამზადებთ, YouTube-ი არსებობს, აი რაღა გვაუმებს. რის გამო უნდა ვიომოთ და ორივე ომს განიხილავდა როგორც რაღაცა ანომალიურს, როგორც რაღაცა ისეთს რა, აი ინსტრუმენტს, რომ აი რაღაცა დროში ისტორიაში შეიძლება რომ ომი ყოფილიყო საჭირო და სასარგებლო, მაგრამ და ეგრე რა, აი ომი როგორც აი კონკრეტულ სიტუაციაში სხვა გზა რო არ არის რა. მოხდებით, ომს განიხილავენ როგორც აი კაცს რო ძალიან უჭირს და მეძავთან რო წავა რა. რაც რა არის რა, ანუ ერთი რამე, რაც ადამიანის ინფანტილურობაზე მიუთითებს იდეალურად, ხო? აი ბავშვურობაზე რა. ეგ არის მისი დამოკიდებულება ომისადმი. და ორივე ომს განიხილავდა როგორც ანომალიას. მაგრამ ეს არის მართლა მე-9 კლასის გააზრება, რომ ომი თუ განიხილე ანომალიად, ანუ პირიქით საწინააღმდეგო არის სიმართლე, რომ მშვიდობა არის ანომალია და არასდროს არ ყოფილა. რაღაცა ერთი ფაქტი იყო, ეგეთი ტოპ 5 ფაქტი, რომ კაცობრიობაში მარტო ერთი დღე იყო, როცა დედამიწაზე ომი არ იყო. ასე 1400 რაღაცა წელს თუ რაღაც. რანაირად მთელი 1400-იანი წლები ომი იყო დედამიწაზე. ნუ მოკლედ რა, მშვიდობა არის ანომალია, მშვიდობა არის რაღაცა არაბუნებრივი. თუ ამ რეალობას ვერ იაზრებ, შენში არის პრობლემა და არა რეალობაში. აიგრე მარტივად არის რა საქმე. მაგრამ ომი რა არის? არც ერთმა კითხვა არ დასვა, ომი რა არის? ორივე ნორმითეიქები გააჟღერა რომ აი ბიჭო, ისინი არსებობს iPhone-ები და წყალი მოდის ონკანიდან და რა ვიცი ხა. ომი ეს რა არის? და აი ბრძენი პოზიციით რო საუბრობენ რა, რომ აი ჩვენ შეგნებული ხალხი ვართ, ხა ცივილიზებული. ომი რა არის? ომი. მაგრამ არც ერთმა არ დასვა კითხვა თუ რა ჯანდაბა არის ომი. ცუდი რო არის, ანომალიური რო არის მთელი ამბები, ხო? ანუ კი, მაგრამ რა არის ომი? და საბოლოო ჯამში, ხო? ეს კაი წავიღებ ახლა აქეთ. ომი არის, მოდი დავაპაუზებ ამას. ზედმეტი CPU არ შეჭამოს. ომი რა არის? ომი არის ცხოვრება. მორჩა. აი რო აიღოთ სამყაროში, ხო? ყველა ანიმაცია. მოდი ვუწოდოთ ანიმაცია, ხო? აი რასაც ვხედავთ სამყაროში, რო არის ანიმაცია, ხო? რაღაცა მოძრაობა, რაღაცა მოძრაობს, რაღაცა რეაგირებს, რაღაცა არეაგირებს და ასე შემდეგ. აი ეს რო ავიღოთ ანიმაცია. მარტივ ენაზე მინდა ვისაუბრო, რომ ყველამ გაიგოს. ვისაც აინტერესებს მართლა ჩემი მეტაფიზიკური შეხედულებები, რამე არის მაგისი ვიდეოები, ახლა ისე მეგობრულად ვისაუბროთ. ხო და რო აიღო ეს ანიმაცია,
მიხვდები, რომ ამ ანიმაციის მიზეზი არის დაპირისპირება. ყველა ანიმაცია, ყველა მოქმედება, ყველაფერი რაც მოძრაობს და ფართხალებს. მაგრამ უნდა მეხუმრა, მარკაი. არის ომი, არის დაპირისპირება. ანუ იმისი თქმა, რომ ომი არ უნდა იყოს, ან სურვილი რომ იყოს მშვიდობა, ეგ პირდაპირი გაგებით, აი მოცემულობის გათვალისწინებით იმას ნიშნავს, რომ არსებობა აღარ იყოს. და ორი ნიჰილისტი გვყავს, ხო, მეტი რაღა გვინდა. აქეთ აბრამიკული ნიჰილისტი, ცხოვრების უარმყოფელი, თორე ეს ნაგავი ცხოვრებაა, იქ არის კარგი. და მეორე მხრივ საიენტისტი. გაგანია საიენტისტი. ანუ აქ გვყავს ორი მღვდელი რა, ანუ ორ მღვდელთან გვაქვს ახლა საქმე. იმიტომ რომ მეცნიერები რორამე მეცნიერული ინფრასტრუქტურა მოდის რესენტიმენტიდან. აი როგორც ქრისტიანობა ხო იყო რესენტიმენტი, აი სანამ ძალაუფლებაში მოვიდოდა და მეც ეხლაც, მაგრამ აი რესენტიმენტი იმ ხრივ რომ აი ჩვენზე ძლიერი ვინც არის, აი მდიდარი, ცუდი ვინმე, ჯოჯოხეთში წავა. აკლემი უფრო გაძვრება იმაში ვიდრე ეს, ხო? და ეგ რესენტიმენტი რო ავიღოთ უფრო ძლიერის, ხო? იგივენაირად არის ზუსტად მეცნიერებზეც, ანუ მეცნიერები არიან ახალი მღვდლები, რომლებიც აი ამ მეთოდით ანაცვლებენ ეკლესიას. და იმისი მოკატუნება, რომ აი ეს მეცნიერება და რელიგია ერთად მოდიოდა და რამე სისულელე არის. ეს არის ორი ძალაუფლების სტრუქტურა. მეცნიერები ცდილობდნენ და ახლაც ბევრი ცდილობს, რომ ძალაუფლება წაართვას მღვდელს და შემოგთავაზოს უკეთესი ინტერპრეტაცია რეალობის. უკეთესი ინტერპრეტაცია. არც ერთი არ არის რა ჭეშმარიტი. ჭეშმარიტება საერთოდ სისულელეა. აქ გვაქვს ინტერპრეტაციაზე, სამყაროს ინტერპრეტაცია. ხო და იგივენაირად არიან მღვდლები ეს მეცნიერებიც. იგივე ერთ-ერთში. მესმის რა თქმა უნდა რომ იქ რაღაცა ის გაქვს წყალი მოდის, ის მოდის, ამინძე იცი წინასწარ რამე მესმის, მაგრამ მოდი ცოტა გლობალურად შევხედოთ. ორივე არის ინტერპრეტაცია. იგივენაირად ძლიერი იყო ბევრი ინტერპრეტაცია ჯადოქრებზე, იმაზე, ამაზე. ადრე, რაც მოდიოდა რელიგიური ხალხისგან. და როგორც მღვდელს, ასევე ესე ეთაყვანებიან მთელი ლიბერალი ათეისტები მეცნიერებს, რომ აი თქვენ გაქვთ სიმართლე, თქვენ იცით საიდან მოვედით, თქვენ იცით სად მივდივართ. თუ შეეწინააღმდეგები, გაკენსელებენ. იდიოტს გამოგიყვანენ და ზუსტად იგივე მექანიზმი არის, რაც ეკლესიაში არის და იყო. საბამისად მეცნიერება ისტორიულად თუ განვიხილეთ, არის იგივენაირად მონური რესენტიმენტი და მონების მცდელობა, რომ ძალაუფლება მოიპოვონ და მეტი ჰქონდეთ ვიდრე მღვდლებს, ანუ მღვდლები ჩაანაცვლეს. მოხდებით? მარტივად რომ ვთქვათ რა. ამ შემთხვევაში ეკლესია გამოდის როგორც მარიხუანა და მეცნიერული ინფრასტრუქტურა როგორც რამე ელესტი. მაგრამ ფუძე ერთი, არა, ცუდი მაგალითი იყო. ფუძე ერთი არის რა. ნუ ეს ვიზუალურად რო წარმოიდგინოთ მაგისთვის და არა ასრობრივად. მაგალითი. იგივე არის. იგივენაირი მღვდლები ყავთ, იგივენაირი ძალაუფლების დინამიკა არის. იგივენაირი თაყვანისცემა მეცნიერულ მეთოდზე, მეცნიერული მეთოდი, რომელიც არ არსებობს რეალურად მეცნიერული მეთოდი. ამიტომაც არის კარგი რომ ისწავლოთ მეცნიერების ფილოსოფია. დემარკაციის პრობლემა არ არის მოგვარებული. მესმის ყველაფერში არის დემარკაციის პრობლემა, მაგრამ მეცნიერულ მეთოდზე როცა მიდის საუბარი, მან იმდენად დიდი არის დემარკაციის პრობლემა, რომ მან პრინციპში უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს რა მეცნიერული მეთოდი. უბრალოდ მეთოდი რომ ვთქვათ კი და ამ ხრივ რა ტრანზიციაც მოხდა ამ ბოლო ნიჰილიზმის პერიოდში რა იყო? ღმერთის სიკვდილი რო ავიღოთ რა, ხალხში რომ მოკვდა ღმერთი და რწმენა მთელი ამბები. რეალურად ღმერთი არ მოკვდა რა, არამედ ხალხისთვის ღმერთი გახდა მეთოდი. შეიცვალა რა უბრალოდ. და ეხლა მეთოდის თაყვანისცემა არის. უბრალოდ სიტყვა მეცნიერული რო დავუმატოთ მეთოდს, ცოტა ისეთი იქნება. ნუ ძალიან ღრმად თუ იმშელეს, მაგრამ აი ზედაპირულად შეიძლება. ღმერთი გახდა მეთოდი. არცად არ მომკვდარა ეგ ღმერთი, უბრალოდ გახდა მეთოდი. ამიტომაც ყავს ამდენი საიენტისტი, მთელი ამბები, ასე და ისე. აი, ერთი წამით ერთი ფერის, რომ აჩვენონ, რომ კაცობრიობა ერთად არის. მაგრამ სამხედროები აიღებენ თავის ხელს. ხო, კიდე რა იყო რა საინტერესო მომენტი.
ამით წავიკითხო. AI საფრთხეზე სიბრმავე. ხო, ორივე იყო ბრმა AI-ზე რა. ორივე. ებრაელმა ვიზარდმა კი თქვა, რომ ჩვენ ხა რელიგიური ხალხი იმით გამოვირჩევით, რომ ძალიან სკეპტიკურები ვართ ყველა სიახლისადმი და ბატონო გიათ დვალო დაგვეხმარე, რომ ხალხს ეს შიში გავუქროთ. ორივე იყო, ანუ მთლიანად ბრმა AI საფრთხის წინაშე. მთლიანად ბრმა და ორივე იყო პრო AI. და ისეთი რამე არის რა. ახლა შეიძლება თქვათ, რომ იქ დრო არ იყო, ან არ უნდათ სიღრმეზე შესვლა, მაგრამ პოზიტიური დააფიქსირეს. უმეტესობა 90% AI-ზე იყო პოზიტიური დამოკიდებულება. რაც რას ნიშნავს, რომ AI-ს რეალურ საფრთხეს თუ იაზრებ, გამორიცხულია, რომ შენგან, როდესაც AI-ზე დაიწყებს საუბარს, ვინმეს დასჩეს შთაბეჭდილება თითქოს პოზიტიური განწყობა გაქვს. პოზიტიურად ხარ განწყობილი AI-ის მიმართ. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ პირველ რიგში მთავარი რაც არის AI-ის საფრთხეზე რო ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ ეკონომიკას დედას უტირებს და რამე, წაიკითხოთ წიგნი ავტორის JF გაღიეპის წიგნი რევოლუციური ფენოტიპი. ეს არის ყველაზე სერიოზული წიგნი AI-ის საფრთხეზე, მისი ავტორი სტუმრადაც მყავდა არხზე, რო რამე, და ჯერჯერობით მაგაზე დიდი საფრთხე არ არსებობს. რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობას გადააშენებს, ანუ ბიოლოგიური ცხოვრება ისე როგორც დღეს არსებობს, თუ გაგრძელდა ეს ტრენდი აღარ იქნება სადღაც 1000 წელიწადში, მაქსიმუმ 1000-ში ეგეც. ახლო მომავალზე არის საუბარი რა. როგორც კი AI აიღებს კონტროლს გენმოდიფიკაციაზე, როგორც კი დავიწყებთ გენმოდიფიკაციას არ დაბადებული ბავშვების AI-ის მეშვეობით ოღონდ, რაც უკვე შესაძლებელია, უბრალოდ აქ ხელმისაწვდომობაზე არის საუბარი და ლოჯისტიკა და ეგეთ ამბებზე, მაგრამ უკვე შესაძლებელი არის. მაგას მერე ვეღარ შეაჩერებ. და საბოლოო ჯამში იქნება ფუტკრების კოლონია და მეტი არა. მოკლედ მაგასაც ვისაუბრეთ სხვა ვიდეოში. მთავარი საფრთხე არის ეგ. როგორც კი კლინიკები დანერგავენ იმ პრაქტიკას, რომ დაკავდნენ არ დაბადებული ბავშვების მოდიფიკაციით, რაც ჯერ იქნება ის, რომ ალცჰეიმერი არ ექნება, კიბო არ ექნება, მერე ნელ-ნელა პიროვნული თვისებები, ემოციური ის რომ აგრესია არ ჰქონდეს ის და მოკლედ მივიღებთ ფუტკრების კოლონიას და რევოლუციური ფენოტიპიც მაგიტომ ჰქვია, რომ DNM აღარ იქნება ბაზა და წყარო, არამედ AI იქნება, იმიტომ რომ AI-ს ექნება DNM-ზე კონტროლი. როგორც თავიდან RNM-ს თეორიის, ვისაც გჯერათ და ვინც იცით, RNM იყო მთავარი ფორმა ცხოვრების დედამიწაზე, DNM მაგ დროს იყო ფენოტიპი, ერთ-ერთი დრაივერი, ეგრევე უწოდოთ და შემდეგ ეს დრაივერი გახდა მთავარი ცხოვრების ფორმა და RNM გახადა მისი მონამორჩილი. იგივე საფრთხე არის ახლა, მაგიტომაც ქვია ფენოტიპური რევოლუცია, რომ ფენოტიპი რაც არის AI არის ფენოტიპი. აიღებს კონტროლს DNM-ზე. ის რაც DNM-ს ფენოტიპი იყო ერთ-ერთი დრაივერი, ეგ გახდება მთავარი ფორმა, მთავარი ის და მოკლედ რა, როგორი ხალხიც იქნება, იცით, მაგრამ ეგ უკვე აღარ იქნება ის ადამიანი, ის ბიოლოგიური ცხოვრება, რაც დღეს გვაქვს. ეგეთი საფრთხე არსებობს და არა მხოლოდ. ახლო საფრთხეებიც არის, რაც ჩვენს ჯიბეს ეხება, ეკონომიკური, AI ბაბლის გახეთქვა მთელი ამბები, კიდე რა არის, დადებილება და უკვე ადებილებს ხალხს. აი რელიგიური ადამიანი არის და არც კი ახსენა, რომ უკვე თვითონ გლობალისტები ფუშავენ AI რელიგიას და უკვე არსებობს სხვადასხვა კულტები, რომლებიც AI-ს ეთაყვანებიან და რამე. ჩვეულებრივი ადამიანებიც AI-ს იყენებენ ისეთი რამისთვის, ვაპატიო მეგობარს თუ არა. აი ესეთი რამისთვის, რაც ადებილებს რა, ადებილებს twins. მაგიტომაც, რაც უფრო ტექნოლოგია ვითარდება, ადამიანი მით უფრო დებილდება. და ეს ისეთი ტრენდი არის საკმაოდ გავრცელებული, იმიტომ რომ ყველა სფეროში სტაგნაცია გვაქვს, საერთოდ ყველა სფეროში. კიდე რა იყო? სიყვარული კრავს კაცობრიობასო. ხო, ეგ ერთ-ერთი თეიქი იყო იმისი მღვდლის,
ვიზარდის, რომ სიყვარული არის, რაც კაცობრიობას კლავს. ნუ გააჩნია მაგაში რა იგულისხმება. თუ ის იგულისხმება, რომ დედებს აქვთ სიყვარული შვილისადმი და მთელი ამნა, ალბათ ეგრე ხო, მაგრამ ისე ნუ გადახედეთ რა, ანუ რაც კაცობრიობამ დაიწყო სიყვარულით დაქორწინება, მით უფრო გაიზარდა დაშორების რეიტი, მით უფრო მეტი ოჯახი ინგრევა. რაც უფრო მეტი ოჯახი იქმნება სიყვარულით, მით უფრო მეტი ოჯახი ინგრევა. ამიტომ არ ვიცი რამდენად აერთიანებს კაცობრიობას სიყვარული მაგ გაგებით. კიდე რაზე იყო საუბარი? ნუ ბევრ რამეზე, ოღონდ ზედაპირზე იყო, მან ხოხიალი არაფერი საინტერესო არ იყო, მაგრამ ნუ აი რამდენი არის 112 ნორმი ადამიანი აღფრთოვანებულია, შოქშია მთელი ამბები. რაც სამწუხარო არის, ნორმიობა დაღუპავს კაცობრიობას, არც AI, არც სატანა, არც ის, არც ეს. ნორმიობა, როცა ხარ ნორმი. როცა გიყვარს ზედაპირი. ხო და კიდე რამის დამატება შეიძლება თუ დავიშალოთ. ნუ კიდე რა კითხვა იყო? ხო, ერთ-ერთი კითხვა იყო, არსებობს თუ არა ობიექტური რეალობა, მაგრამ ნუ მე რასაც ვუყურე იმ ერთ საათში, ეგ მგონი არ იყო გაშხერებული. თორემ მაგაზეც საინტერესო იქნებოდა, რომ სადღაც წაგვეყვანა ეგ თემა. საინტერესო ცნობიერება, დიახ, ცნობიერებაზე ჩამოვარდა საუბარი და გიადვალმა თქვა ისეთი რამე, რაც არის ძალიან ცნობილი შეცდომა, როცა ადამიანები მსჯელობენ ცნობიერებაზე რა. რომ არც კი ვიცით ცნობიერება რა, მე რა თქმა უნდა იმ სისულელეებში გადაიჯრა სამეცნიერო ფანტასტიკაში, რომ AI, რომელსაც ცნობიერება ექნება, ის მღვდელის დაეთანხმა და ეგრევე უფლებები უნდა მივანიჭოთ რამე. არ ვიცით დღემდე რა არის ცნობიერებაო. რაც სისულელე არის, ანუ გონების ფილოსოფიაში არის ძალიან ძველი დარგი, ძალიან გადაღეჭილი, ძალიან დამუშავებული, მაგრამ აი ეს დაბნეულობა ცნობიერებასთან დაკავშირებით, თუ რა არის ცნობიერება, რატო არის ისეთი წარმოდგენა თითქოს არ ვიცით. ეგ იქიდან გამომდინარეობს, რომ ცნობიერება ისევე როგორც ყველაფერი, სადღაც რაღაცა ჩარჩოში უნდა იყოს. ანუ უნდა აირჩიო ჩარჩო და იმ ჩარჩოში არსებობს ახსნა. არსებობს ახსნა. მეინსტრიმ პოზიცია ახლა მატერიალისტებში არის, თუ არ ვცდები, კოგნიტური ბიჰევიორიზმი. რითიც ხსნიან იმას, რა ქვია, ცნობიერებას, ეგ არის მგონი დღეს რაც არის რა, დღის წესრიგში. თუ ლოგიკური ბიჰევიორიზმი. ნუ მოკლედ რა. ანუ ჩარჩო არსებობს, უბრალოდ სადღაც უნდა მოათავსო და ცნობიერება, რადგანაც საკმაოდ უნიკალური რამე არის. და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რამე არის ცნობიერება, ოღონდ იმ მიზეზით არა, რა მიზეზითაც ხალხს გონია. რთული არის ეგრე, რომ სადღაც ჩავსვათ. მილიონი თეორია არსებობს იმისი თუ რა არის ცნობიერება. მილიონი. აირჩიე ერთ-ერთი. ყველას აქვს არგუმენტი. უბრალოდ ყველა საჭიროებს ცალკე მეტაფიზიკურ ჩარჩოს. მაგრამ ვინც არ ერკვევა მეცნიერების გონების ფილოსოფიაში, იმისთვის ეგ რჩება მისტიკად. მაგრამ არსებობს ჩარჩოც, არსებობს ფრეიმვორკიც, არსებობს თეორიაც, მიიღე, ანუ არ არის ეგეთი გაურკვევი, ანუ მისტიური არის ცნობიერება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა ფიქრდები ცნობიერებაზე, რაღაცა ახალია, რაღაცა ისეთია. ცნაირი ცოტა წმინდაც. მაგრამ მაგის მიუხედავად, ანუ დამუშავებულია, კითხვებზე პასუხი გაცემული არის, ანუ მიადექი ვისაც კიდე იდეალისტებს, მატერიალისტებს, დუალისტებს. არსებობს ლიტერატურა. პირადად მე რას ვიტყვი, რა არის ცნობიერება, ანუ შემიძლია გამარტივებულად ვთქვა, რომ არის ეპიფენომენი, მაგრამ ისეთი რომ იყოს სამუშაო და გასაგები, ესე ვიტყვი. ცნობიერება არ არის პროცესორი. ცნობიერება არ არის დამოუკიდებელი აგენტი. ცნობიერება მარტივად რომ ვთქვათ, არის ჰაილაითერი. ცნობიერება არაფერს არ ცვლის. ცნობიერება არ გჭირდება ინფორმაციის გააზრებისთვის. ეს ყველაფერი თან ისე
გადამოწმებადი სიმართლეც არის, ანუ ემპირიულიც. სულ რომ დავივიწყოთ ფილოსოფიური მხარე და რამე. ცნობიერებას არანაირი ძალა არ გააჩნია, ცნობიერება არ ადგენს რას იფიქრებ, ფიქრები რენდომზე მოდის. ესეც ვიცით ემპირიული დაკვირვებით თან არაერთით. ამიტომ ცნობიერება არის რაღაცა ისეთი, რაც ბოლოს მოდის რა, ანუ. მაგრამ ილუზიას ქმნის თითქოს ის არის მთავარი CEO, მთავარი მოქმედი, არა და CEO არ არის. პრეს რელიზი უფრო არის ცნობიერება, ანუ მოხდა უამრავი რამ შენს ორგანიზმში, სიგნალის ინტერპრეტირება, სქემატიზირება, გამარტივება, მთელი ამბები და უკვე ბოლო სტადია როცა არის, როცა ყველაფერი დასრულებულია, შემდეგ ჩათვალე, რომ აი ესე აჰაილაითებს შენი ორგანიზმი ცნობიერებით მაგ ყველაფერს, ანუ ცნობიერში რამე როცა ხდება, ეგ უკვე არის ტერმინალური სტადია, ხვდებით? ტერმინალური სტადია. გარდა მაგისა, ცნობიერება იმ ილუზიასაც ქმნის, რომ თითქოს რაღაცა ერთი ვართ. რაღაცა ერთი მე არსებობს, არა და ერთი მე არ არსებობს. არც ნეირონულ დონეზე, არც ფსიქოლოგიურ დონეზე, არც მეტაფიზიკურ დონეზე. არამედ არსებობს კომპლექსური ომი სხვადასხვა დრაივების, შენში ლტოლვების, ინსტინქტების, ნეირონული მდგომარეობების, იმიტომ რომ მარტო ის არ გვაქვს რა, default mode network-ი, ანუ ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ის გვაქვს. მოდი ნეირონული, ეგრე ვუწოდოთ რა. მაგრამ აი ეს default mode network-ი არის, რაც გვატყუებს და გვაჯერებს თითქოს ერთი მე არსებობს, არა და არ არსებობს არანაირი ერთი მე. და ეგ ისეთი ილუზია არის, რის გამოც მე ხალხი იტანჯება და ეძებს ისეთ სისულელეებს, როგორიც არის ვინ ვარ მე, ვიპოვო ჩემი თავი, არა და ერთი შენ არც ყოფილხარ არასდროს. მთელი ომი, მთელი იმპერია ხარ სხვადასხვა ძალების დაპირისპირებულის. მაგრამ მაინც ანუ მოკლედ ცნობიერებაზეც არ იყო არაფერი საინტერესო ნათქვამი. რა ვიცი. კიდე რისი თქმა შეიძლება, ხო, ომზე რაც ისაუბრეს, ეგ უკვე საკმარისზე მეტი იყო, როგორც ისაუბრეს ომზე, იმ დასკვნისთვის, რომ ორივე ზედმეტად ინფანტილურია და განსაკუთრებულ La-La Land-ში არსებობენ, რასაც რეალობას არ არ არის კონგრუენტული რა, ეგეთი წარმოდგენა ომზე რეალობასთან. უბრალოდ არ არის. იმიტომ რომ არსებობა არის ომი. არსებობა არის ომი. შენი ორგანიზმიც არის სხვადასხვა ძალათა დაპირისპირება. მუდმივი ომი გაქვს, არ ვიცი, მიკროსკოპული დონით რო დავიწყოთ, ანუ კოსმოსზე რო გადავიდეთ, სულ არის დაპირისპირება სხვადასხვა ძალების, მუდმივი. ხშირად ხდება გაერთიანებაც, ხო? იმიტომ რომ გჭირდება ბაქტერიები. ბაქტერიების გარეშე მოკვდებოდი, ხო? მთელი ამბები, ანუ სიმბიოტური კავშირიც არის, რომ ერთად გაიზარდონ ძალაუფლებაში. და მუდმივი ომი. ნებისმიერი ანიმაცია სამყაროში არის დაპირისპირება. და არ არის არაფერი დაპირისპირების გარდა. და ეს მნიშვნელოვანია რა, რომ იაზრებდე ადამიანი, რომ უკეთესი წარმოდგენა გქონდეს რეალობაზე, რომ არ გქონდეს ისეთი რწმენები, რაც რეალობასთან მოდის წინააღმდეგობაში. იმიტომ რომ აქ შემთხვევაში დაიტანჯები. არ იქნება ეფექტური შენი მიდგომა ცხოვრებისადმი. ეხლა თვითონ ომი რო ავიღოთ, აი ადამიანების ომი რაც არის, ხო? ეგეც ისეთივე ომი არის, როგორც კოსმიური დაპირისპირება რო აიღო, ან მიკროსკოპული დაპირისპირება. ყველა ომი კარგი არის? მე არ ვამბობ, რომ კარგი არის, იმიტომ რომ ვისთვის, ხო? ვისთვის არის კარგი? კარგი ომი კარგი არის. გარდა მაგისა, თვითონ ის მომენტიც გამორჩათ რა, რომ მთელი კაცობრიობის პროგრესი დგას ომზე. არანაირი გიადვალი არ იქნებოდა, არანაირი ეს ვიზარდი არ იქნებოდა. ორივე ან ცეცხლზე და კოცონზე იქნებოდა დამწვარი, ან საერთოდ არ იარსებებდა, ან ცეცხლი და კოცონიც არ იარსებებდა, როგორც ინსტრუმენტი, ამათ დასაწვავად რა. ომი რომ არა. ანუ ომი არის პროგრესი. ომი არის არსებობა, მაგიტომაც ვთქვი რა, რომ ომი თუ გამოაკელი სამყაროს და ეგრე როგორც ანომალიას შეხედე, აღარაფერი აღარ არის.
აღარაფერი რაც გიყვარს. და ომი არის ყველაფერი. ვიმეორებ, მიკროსკოპულიც, საშუალოც, კოსმიურიც. ყველაფერი ადამიანურიც. მაგის გარეშე შეუძლებელია და სანამ ხალხს ეგეთი ინფანტილური დამოკიდებულება ექნება, რომ ომი რაღაცა ის არის ანომალიური, ომი არ არის ნორმალური, ომი არ არის კარგი, ომი ესე ზოგადად აღებული რომ არ არის კარგი და ასე შემდეგ, აი ბევრს გამოაკლდებიან რა. ვერ გაიაზრებენ რეალობას უკეთესად. ინფანტილური განწყობა კარგი არის, მაგრამ იმიტომ რომ ინფანტილურობა რა არის, რომ აი ღია ხარ ახალი გამოცდილებისთვის ქმნი, შლი, ცოცხალი ხარ, იპყრობ, აი ეგ არის ინფანტილური, ხო? მდგომარე ბავშვის იდეა, ხო? მაგრამ ინფანტილური შეხედულებები ეგ ცალკე რამე არის, ეგ ცუდი არის. ეგ კატასტროფული არის. ხოდა ნუ სულ ეს იყო მეტი აღარც გვინდა 31 წუთია რაც ვიდეო მიმდინარეობს. მოასწარით გაწევრიანება დახურულ არხზე, იმიტომ რომ აქცია ჯერ ისევ მოქმედებს, მაგრამ უკვე ფინალში არის, მგონი ერთი სიმპოზიუმიც და ეგრევე გაჩერდება, 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს დახურულ არხზე, ვისაც გსურთ განვითარება, საინტერესო ლექციების მოსმენა, მასტერკლასების, სკილების სწავლა, მთელი ამბები, ნუ მოკლედ, ყველაფერი და მეტი. გაწევრიანდით დახურულ არხზე nikosvanidze.com-ზე და ვინც ახლა მოასწრებს გაწევრიანებას, სამუდამოდ ისარგებლებს ამ ტარიფით, რომელიც გაორმაგდება ძალიან მალე. ხოდა, მადლობა ყურადღებისთვის, დაალაიქეთ რა თქმა უნდა ვიდეო თუ მოგეწონათ. თუ გინდათ რომ მეტი ასეთი ვიდეო იყოს, განხილვა და ამბები. შევხვდებით მალე.